ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მამხუტი კიდევ ერთხელ გახდა კრიმინალური ინციდენტის ეპიცენტრი. სისხლის კვალი, დაკეტილი კარი და ცხედარი სახლში. ამჯერად 71 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სოფელ მამხუტში ბოლო პერიოდში რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა მოხდა, მათ შორის ქურდობა და მკვლელობა, რომელთა ჩამდენი პირები ჯერ კიდევ არ არიან დაკავებულნი. ეს კი ცხადია, ადგილობრივებში დიდ შეშფოთებასა და საფრთხის განცდას იწვევს. ახლობლების ინფორმაციით ჯერ სახლი გაქურდეს, შემდეგ კი ქალი მოკლეს. გარდაცვლილი პირველად მეზობლებმა ნახეს. როგორც ისინი ამბობენ, თავდაპირველად კარი ჩარაზული იყო. მათ შეამტვრიეს ოთახის კარები, რის შემდეგაც ადგილზე ქალი დახვდათ გარდაცვლილი. როგორც ახლობლები ამბობენ, მის ირგვლივ სისხლის გუბე იდგა და გარდაცვლილის ნახვისას მაშინვე აცნობეს პოლიციას, რის შემდეგაც პოლიცია მალევე მობილიზდა. მოკლული არის ჩემი ძმის მეუღლე, რომელთანაც გუშინ დაახლოებით 5 საათზე ვცადე დაკავშირება, თუმცა ტელეფონზე ზარი არ გავიდა. ვინერვიულეთ მე და ჩემმა ძმამ და ეგრევე გავეშურეთ ქალის სახლში. როდესაც მივედით, დავიძახეთ, თუმცა უშედეგოდ, ხმას არავინ გვცემდა. ჩვენ და მეზობლები ვცდილობდით ჩარაზული კარი დაგვემტვრია და ისე შევსულიყავით. ბოლოს როგორღაც შევედით და ძმის მეუღლე გულაღმა გარდაცვლილი იწვა. ეგრევე სასტრაფოს დავურეკეთ, თუმცა აზრი აღარ ქონდა მის გადარჩენას, რადგან როგორც გვითხრეს, ქალი 4-5 საათის მოკლული იყო. შესაბამისად, ექსპერტიზა გამოიძახეს. ღამე უკვე პოლიცია და ექსპერტიზა მობილიზებული იყო. ჩვენი მოთხოვნაა მკვლელი იპოვონ და უმკაცრესად დასაჯონ. არის პირი, ვისზეც არის გარკვეული ეჭვები. ეს პირი, როგორც ვიცი, მარნეულში ცხოვრობს და ჩვენი სოფლიდან არ არის. ჩვენ სოფელში ხშირად ხდება მკვლელობისა და ქურდობის შემთხვევები. ახლა საქმეს პოლიცია იძიებს, იმედია იპოვნიან დანაშავეს. ამ საქმეს სერიოზულად უნდა მოეკიდონ, რადგან ხვალ ზეგ შეიძლება ჩვენც მოგვადგნენ და მოგკლან. დაცულად ვერ გრძნობთ თავს. Araştırdılar. Şüphelenen şahs Marnol telefon isimlendi. Bizim kentçidik. ადგილობრივები ინტერვიუში აცხადებენ, რომ არის პირი, ვისზეც ეჭვი აქვთ, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული პირის შესახებ პოლიციას უკვე აქვს ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციით ის მამხუტის მკვიდრი არ არის. შემთხვევა 6 აპრილს შუადღის საათებში დაახლოებით 1-დან 3 საათამდე მოხდა. ქალი მარტო ცხოვრობდა. იგი საღამოს მოკლული დაგვხვდა. ჩვენ მოვითხოვთ მკვლელი დაიჭიროს პოლიციამ და უმკაცრესად დასაჯოს. მოკლული ქალი ჩვენი ახლობელი იყო. სამწუხაროდ ჯერ პოლიციის მხრიდან რაიმე შედეგი არ ჩანს. ველოდებით სწრაფ რეაგირებას და მკვლელის პოვნას. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას მოიაზრებს. გამოძიება გრძელდება. მამხუტის მოსახლეობა კი პასუხს ელოდება, თუ ვინ არის მკვლელი.